მე მინდა შევეხო ასევე 1991 წლის 9 აპრილის თემას, ვიად გამსახურდიამ გამოეცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამ დროს უზენაეს საბჭოში არ იმყოფებოდა ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. როგორ ფიქრობთ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? რატომ არ იყო მას როგორც სასულიერო პირს არ ქონდა, ასე ვთქვათ, უზენაეს საბჭოში ყოფნის ვალდებულება თუ რა იყო აი ამ ფაქტის? შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ როგორც თქვა, ეკლესია გამოყოფილი, მაშინაც გამოყოფილი იყო ეკლესია სახელმწიფო და ჩათვალეს, რომ ეს ამბავი, თქვა, ეს ყველაფერი, არა ეს, რითაც დაგვიგვინდა, არა 99 წლის 9 აპრილი და 2 წლის თავზე ხდება ეს ამბავი, ეს თავარი აქ ლომისილს այդ ყველაფერი იყო ამ ეროვნულ მოძრაობას, მათზე. და მათ მოიტანეს ეს გამარჯვება. ეხლა ეგ რატო არ ესწრებოდა ილია მეორე, ალბათ არ მიიწვეს და იმიტომ არ ესწრება, თვითონ ხარ დაუპატიჟელოთ არ მიადგებოდა იქ, მაგრამ შემდგომ ჩვენ ვხედავთ, იმიტომ რომ მაშინაც პრეზიდენტი ხო დადიოდა ეკლესიაში. ხო ხდებოდა პატრიარქს. აი ეხლა მე არ მინდა ამას რაღაც სხვა კუდები გამოვაბათ, რომ ერთმანეთში პირადი უთანხმოება ქონდა, ესე არ იყო. უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება ჩათვალეს იმ მომენტში, რომ ვთქვათ არ მიეწვია.